მენ რომელიც ყველაფერს სხვას აბრალებს აი დაბოღმილი სულ აი აღელვებული მე არ მინახე ხარ შენ ხოთაშორის აი რაღაც ესე სხვაზე გაბრაზებული ზედმეტად რაღაცა შეიძლება თქვა რომ მაწყენიას მაგრამ აი მე ამასთანაც რაღაც გაწყენინე ხო უსხად შემიძლია ბავშვებითა ხარ აი ბავშვი ხო რაც გინდა გააბრაზო მაშინვე ივიწყებს არის იცი ადამიანები არიან წლებით ატარებენ გიორგი ბოღმას წლებით და გეტყვის რომ აი 5 წლის წინო შენო ჩემზე იცი რა თან არ იცის მithქვია თუ არა ვიღაცამ მიუტანა ამბავი და იმ ვიღაცის მიტანილ ამბავზე არის გაბრაზებული და არც კი იცის მართლა მithქვია თუ არ მithქვია აი სოკრატე რო ეტყვის რომ შენზე რაღაც გავიგეო და მოიცა ჯერეგე მითხარიო რომ ვინა თქვა რატო თქვა და რაღაცა და მიახვედრებს რომ ტყუილიაო და არ მინდა არ მომიყვება დარწმუნებული ხარ რომ მართლა იმან თქვაო და არა ვარ დარწმუნებულიო და თუ არა ხარ დარწმუნებულიო მაშინ არ მითხრაო რა და ასეთი არის გიორგი ძალიან ბევრი რომ მე გავიგე რომ იმას ჩემზე რაღაცა უთქვია იმასთან იმან მოუყვა იმან ამას მოუყვა და აირია უკვე მონასტერი ხო რამდენი სასულიერო პირია ერთმანეთზე გაბრაზებული ახლა იმიტომ რომ გონიათ რომ იმან რაღაცა თქვა იმაზე და ამ დროს არაფერი მსგავსი არ უთქვია შეიძლება სიყვარულით რაღაცა თქვა ხო აი ეს ყველაფერი ერთმანეთშია გიორგი გორდიას კვანძივით ახვეული და მოდი გადავჭრა და თქვა მაპატე რა გიორგი ეხლა შენთან მოსვლას არაფერი ჯობია პირდაპირ გეტყვია არ გელაქუცები ეგ ხო იცი შემთხვევით ძალიან უცხოა მაგრამ უყურე სტუმრები მომდიან ეხლა ვთქვა რომ მე გიორგი დარასელიას ეთერში მივიდივარ და მოიცადა რაღაცა სტუმარი ღვთისა გიორგი დარასელია გამიგებს და მერე მივარ მასთან ეთერში რომ სტუმარი დარასელიას ეგრე უყურებთ ის გაიგებს და დანჩე თქვენ მოგხედოთ ეგ არის სტუმარს მერე გიორგი ეთერში მივიდივარ ის სტუმარი დაბკოლდება ის ეთერის არ გაექცევა მომაოსო ხო და ამ დროს სტუმარი შეიძლება არ მოდის არა ამიტომ მე შემეძლო ორი კურდღელი დამეჭირა მაგრამ ვერ დავიჭერდი კარგად იმ კურდღელს როგორია სტუმარი მოვიდა შენთან ყოფნა უნდა დგები და იცი რა არის ახლა კარგად იყავ ჩართე ტელევიზორი და პირველი ვის შევთანხმდით ხო და აი ეს რომ პირველი ისე გიორგი მე თქვი ვარ მეთქი ხო გითხარი ვარ კაცო მაგრამ ხო მოგიბოდი შე აი ყოველთვის გავაკეთე აი იცით რა არის არა მე გეტყვით ერთ რაღაცას მაშინ რომ ადამიანი როცა თქვენზე არ მაქვს ამწავ საუბარი ანუ აი ადამიანზე როცა დაამყარებთ ელიმენტებს როცა ადამიანზე ხარ დაყნობილი როგორც კედელი და ეს კედელი დაგენგრევა აი ამაზე დიდი ტკივილი აი ჩემთვის მაგალითად არასოდეს არ არის ხოლმე რა ეხლა რაცა უნდა თქვა რომ შეიძლება ის ხარ და შენ არაფერი არ გიჭირს და რაღაცა ხო ყველას აქვს თავისი ტკივილი ყველა და არის თავის დარდიც სულ აი წერა რო ახსენეთ ხო ნებისმიერი ადამიანის რო პატრიარქია მასაც თავის დარდი აქვს მას ამ შემთხვევაში იმაზე არ მოხდა თქვენი დარდი გაქვთ მამაო და ყველას უბრალოდ ადამიანისთვის როცა გახდები საყდენი კედელი და ეს კედელი ინგრევა ძალიან რთული არის და აი ყველას მინდა რომ აი აშენ არ გახდეთ ან ამ ადამიანებთან ღმერთის როლში ნუ ჩადგე აი ეგ არის ადამიანზე არ უნდა აშენო გიორგი ხო აი ნახეთ ხო და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რომ ყოველი კაცი ცრუავს მამაო და ყველა მოგაგწევს ხო და ეგ არის მომენტი რომ ადამიანი ხარ სუსტი ხარ და ვიღაცას ეკიდები ვიღაცას ისა და აი აქ ინგრევი მე რა და ეს არის პრობლემა თან იცი მაგრამ ხვალ კიდე იგივეს გააკეთებ იმიტომ რომ მაინც ეძებ ხელჩასაჭიც რა მაინც ეძებ რაღაცას დასაყდენს და რაღაცა და ეს ვისაც არ გაული არ ესმის და შეიძლება გითხრას ერთ ხელის მოსმენს შენ რა გჭირს მაგრამ ამას აი ვერ გაიგებს თუ შენ ადგილას არ არის აი იმიტომ აი ყოველთვის ჭირისუფალ შეიძლება ჩაუვარო მიუსამძინო მაგრამ აი როცა შენ ხარ ჭირისუფალი უკვე გძნობ იქ რა სად ჩაიარე წინათ რა ხო და ასე რომ ჩვენ ერთმანეთს ჭირისუფლები უნდა ვიყოთ აი ეს არის მამაო ყველაზე მთავარი აპატიეთ კიდე მე არ მინდა რომ დრო გამიგრძელდეს თორე ბევრი იმდენი მაქვს სათქმელი მე როავლაპარაკდები მაპატი თქვენ თუ იტყვით ლექსი ვეფხვისა და მოყვისა ეგებ ვეფხვისა დედაი ჩემებ წარეთა დელი ხო წავალ მე თვითონ სამძიმარს ქართული სულისკვეთებაა გიორგი მე და ჩემი ნაბადი კი არა იმიტომ გითხარი დღევანდელი ჩვენი გადაცემის ლაიტმოტივი არის ის რომ ვიფიქროთ სხვებზე და ღმერთი იფიქრებს ჩვენზე აი ხო მოძღვარი ვარ ჩემი პირდაპირი მოვალეობა მაგრამ აი ხშირად რომ მე სხვებზე ვფიქრობ აი აშკარად ვატყობ ხოლმე რომ უფალი ალაგებს ჩემ დასალაგებებს გიორგი და ჩემ გასაკეთებებს უფალი აკეთებს მაგრამ არც რო სხვაზე ფიქრობ და არც არაფერს რო არ აკეთებ და 24 საათი რომ იმაზე ფიქრობ ლუარსადივით რომ ჩიხითმა ჯობია თუ ბოზბაში და ან ზოგიერთებივით ვის ნერვები მოუშალო და ფიქრობ აბა რას გამიკეთებს ახლა ეს ხალხი მე და როგორ მომიმსახურებიან ხო ან გამოვრიცხოთ ეგოიზმი ხალხო რა ეგოიზმი არის ადამიანის დამღუპელი თაცა ეგოიზმი არ იქნება იქ იქნება სიხარული იქ იქნება თავდაბლობა იქ იქნება უბრალოება აი გივა ახალ დაქორწილებულს ან დიდ ხნის დაქორწილებულებს